სოფიანი ძაღლი ან სულიანი მკვლელი. ასე ეძახდნენ ვანდერლეი სილვას და ის ამ სახელს ამართლებდა და ამართლებდა გადაჭარბებით. მასთან ბრძოლის წინ მეტოქეები ანდერძებს წერდნენ, იმიტომ რომ იცოდნენ, რომ ეს ბრძოლა დამთავრდებოდა უეჭველი ნოკაუტით ან სისხლიანი შოუთი. დღესდღეობით ესეთი რეკაშეტები ნამდვილად აღარ არიან. ვანდერლეი სილვა არ ჩხუბობდა არც ფულისთვის და არც სახელისთვის. მას აკმაყოფილებდა მხოლოდ თავისი მეტოქეს უგონოდ დაგდებული სხეული. დღეს გაგაცნობთ ყველაზე ცოფიან მებრძოლს, რომელმაც თავისი 28 მეტოქე პირდაპირ გაუშვა მძიმე ნოკაუტში. მოგეხსენებათ 2000-იანებში არსებობდა ესეთი ორგანიზაცია პრაიდი, რომელიც იყო ყველაზე სასტიკი ამ პლანეტაზე და ამ პრაიდის ორგანიზაციაში თუ მებრძოლი 5 ზედიზედ ბრძოლას მოიგებდა, მაგას ეგრევე პირდაპირ ლეგენდის იარლიქს აარტყავდნენ და იტყოდნენ, რომ აი 5 ზედიზედ ბრძოლა. მაგალითად ემელიანენკო მძიმე წონაში 14 ბრძოლა ზედიზედ მოიგო და მაშინ ეს ითვლებოდა რაღაცა სასწაულად და მაგიტომაც არის გოუთი და სასწაული მებრძოლი, მაგრამ ვანდერლეი სილვამ რეკორდი მოხსნა. მან 15 ზედიზედ ბრძოლა მოიგო პრაიდში. წარმოიდგინეთ 15 ზედიზედ ბრძოლა კაცი ჭამიებთან, ადამიანებთან, რომლებიც ანადგურებდნენ სულ ყველას. მან მაგით არ დაამთავრა თავისი რეკორდები. ასევე მას ეკუთვნის რეკორდი ტიტულების დაცვაში. კიდევ ავიღებ მაგალითს. მაგალითად ემელიანენკომ პრაიდში 2-ჯერ დაიცვა ტიტული და ერთხელ მოიგო გრან-პრი. და ვანდერლეი სილვამ 4-ჯერ დაიცვა თავისი ტიტული და ერთხელ მოიგო გრან-პრი. მოკლედ გაიცანით, ყველაზე ცოფიანი მებრძოლი ამ პლანეტაზე ვანდერლეი სილვა. დღეს ყველა მებრძოლი ბიზნესმენია, ირჩევენ ყველაზე შემოსავლიან შეხვედრებს, გადიან მზადებას მეცნიერებთან, ზოგი საერთოდ წელწადში ერთხელ ჭუბობს. ტიტულზე თუ წავიდა საუბარი ხო საერთოდ ქამრის დაკარგვის შიშით სუსტ ოპონენტებს არჩევენ. ჩემ დროს ყველაფერი სხვანაირად იყო, მე არც ერთი ადამიანის არ მეშინოდა. რინგზე ყველაფერს ვაკეთებდი, რომ ჩემი მეტოქე საკაცით გაეტანათ. ეს აუცილებელია, რადგან ეს ასე თუ არ მოხდებოდა, საკაცით გამიტანდნენ უკვე მე. ბრძოლების მერე ჩვენ ტრავმებს არ მკურნალობდით, ყინულის მიდებაც კი არ ვიცოდით. გავდიოდით პირდაპირ შემდეგ შეხვედრაზე. სილვა დაიბადა 1976 წელს ბრაზილიაში ქალაქ კურიტიბაში. მისი მშობლები დღე-დაღამე მუშაობდნენ ფიზიკურად, რომ ერჩინათ ოჯახი. ბოლოს სილვას მამამ თავის სახლის ერთ-ერთ ოთახში პატარა ბარი გახსნა და ვანდერლეი იქ მუშაობდა მიმტანად. პარალელურად სწავლობდა სკოლაში და ვარჯიშობდა მუაი-თაიზე. ბავშვობიდან ვანდერლეი ძალიან ფიცხი იყო და რეგულარულად უწევდა ჩხუბი ქუჩაში. ასევე ის ემზადებოდა მუაი-თაიში და 20 წლამდე სანამ ის გადმოვიდოდა MMA-ში, მან 15 ზედიზედ ბრძოლა მოიგო და 2-ჯერ გახდა ბრაზილიის ჩემპიონი ტაილანდურ ბოქსში. ვანდერლეი სილვამ თავისი დებიუტი MMA-ში 20 წლის ასაკში ვალეტუდოში დაიწყო. ვალეტუდო კიდევ არის ერთგვარი პრომოუშენი, ბრაზილიური პრომოუშენი, რომელიც არის MMA-ის ზოგადად მშობელი. პირდაპირ რო თარგმნოთ პორტუგალიურიდან, ეს ნიშნავს ყველაფერი დაშვებულია. ეს საბრძოლო ხელოვნების მიმდინარეობა დაარსდა ბრაზილიაში 1920 წელს გრეისების ოჯახის მონაწილეობით და იმართებოდა ბრძოლები მხოლოდ და მხოლოდ ცირკში. ანუ კლოუნების და აკრობატების მერე მებრძოლები ერთმანეთს ხვდებოდნენ, სადაც არ არსებობდა რაუნდში დრო და თაქაობდნენ, ჩხუბობდნენ და ჩეხაობდნენ იქამდე, სანამ ერთ-ერთი არ გაითიშებოდა. ვალეტუდაში დღემდე არ არსებობს ძალიან ბევრი წესები. მან ერთადერთი წესი არის, რომ თვალების ამოჭყლეტვა არ შეიძლება და კმენა არ შეიძლება. დანარჩენი დაუშვი, რაც გინდა გააკეთე. სხვათა შორის გრეისების ოჯახს ამ სპორტის დაკანონება უნდოდა ბრაზილიაში, მაგრამ ამ სპორტის სისასტიკის გამო მთავრობა არ აძლევდა ამის უფლებას და აი გრეისი ჩავიდა ამერიკაში, ნახა ვიღაცა ტიპი, ფულიანი, აუხსნა თავისი იდეები და იმას მოეწონა და ესე დაარსდა ზოგადად UFC. იქამდე სანამ დანა ვაიტი დაითრევდა UFC-ს და პირველივე მონაწილე ამ UFC 1-ის იყო როის გრეისი, რომელმაც მიაწოდა იდეა, სწორედ რომ როის გრეისიმ ერთ საღამოსვე სამი მებრძოლს მოუგო თავისი ჯიუ-ჯიტსუს მეშვეობით და გახდა UFC 1-ის პირველი გამარჯვებული. ასე რომ იცოდეთ, MMA დაიბადა ბრაზილიაში ვალეტუდოს ბაზაზე. ეს ორგანიზაცია დღესაც არსებობს, იქ ჩხუბობენ ხელთათმანების გარეშე, მაგრამ ნელ-ნელა ის პოპულარობას კარგავს. აი ესეთ საგიჟეთში 20 წლის ასაკში აიდგა ვანდერლეი სილვამ ფეხი MMA-ში და 1996 წელს შეხვდა ვიღაც დილსონს. ახალ ბედა სილვას პირველივე წამებზე არ გაუმართლა. ის დილსონმა ძალიან ეფექტური გდებით გადაიყვანა მიწაზე, სადაც ისე დღეში ჩააგდო, რომ ჩვენი გადაცემის გმირი რინგიდან გადავარდა.
უკან ის ღიმილით დაბრუნდა და აი აქ დაიწყო ნამდვილი ჩეხაობა. სილვამ თავისი შერკინება ნოკაუტით მოიგო და სწორედ აქ მას შეარქვეს სოფიანი ძაღლი. Wanderlei შემდეგი მეტოქე 1997 წელს იყო მარსელო ბარბოზა, რომელიც იყო უშუს სანდას ოსტატი. სილვამ მეტოქე 20 წამში გაანადგურა. მან ის რინგის გარეთ დაანოკაუტა და მიუგდო სხეული მოსასულიერებლად გუნდის წევრებს. ამავე წლის სექტემბერში სოფიანი ძაღლი იღებს მონაწილეობას ტურნირში, სადაც ერთ საღამოს ხვდება სამ მებრძოლს ზედიზედ. პირველი იყო დაკოსტა. ის ადამიანის თავის ქალით ხელში გამოვიდა, მაგრამ მან არ იცოდა, რომ სილვაზე ვუდუ და სხვა დანარჩენი ჯადოები და წყევლები არ მუშაობს. დაკოსტას წინ ამ სპორტის ნამდვილი წყევლა და ჯადო იდგა. სოფიან ძაღლმა ოპონენტი 2 წუთში ისე დაფერთხა, რომ ის დანებდა. წარმოიდგინეთ სილვას შიშველი ხელები რომ ხდება სახეში და მერე თავი. დიახ, ის საკუთარი თავით აჩაქუჩებდა დაკოსტას სახეს. ეს დაკოსტას პირველი და უკანასკნელი ბრძოლა იყო. დიდი ალბათობით მან ვუდუს ლოცვებს თავი დაანება და მთელი ცხოვრება დაუთმო ადამიანების უფლებების დაცვას რინგზე. სილვა კი იმ საღამოსვე ნახევარფინალში შონ ბარნეტს შეხვდა. ბარნეტი იყო შეერთებული შტატების ჩემპიონი რესლინგში და ძალიან გავდა დასტინ პორიეს. სოფიან ძაღლმა პირველივე წუთებზე ისე დააფეთა ფეხის სახეში პორიეს პატენს, რომ ის მსას ჩაეხუტა და მუხლის ჩოხებზე ბრძოლის შეჩერებას ეხვეწებოდა. ფინალში სილვა არტურ მარიანოს შეხვდა. აქ უმეტესად ჩავთეთრ კადრებს გამოვიყენებ, თორე YouTube ამდენი სისხლის დანახვაზე გარეკავს და დამბლოკავს. ამ შეხვედრის დაკომენტარება ძნელია. აქ მხოლოდ ერთი რაუნდი იყო და ისაც გრძელდებოდა, სანამ ერთ-ერთი მებრძოლი მეორეს არ დააფინიშებდა. სპორტსმენებმა 13 წუთზე მეტი იჩეხავეს შესვენების გარეშე. Wanderlei სილვა უკეთესი იყო, მაგრამ მარიანო მას წარბი გაუხია და იქაურობა სისხლში იყო მორწმული. სილვას ეს არ ანაღლებდა, ის მანიაკალური ღიმილით აგრძელებდა მეტოქის განადგურებას. არტური ანიშნებდა მსად შეხედეო სისხლს ხავსო, გააჩერე ეს ბრძოლაო. მან იცოდა, რომ მხოლოდ ასე იყო შესაძლებელი შეხვედრის მოგება. სხვა დანარჩენი მოგების შანსი სოფიანი ძაღლის წინააღმდეგ მას არ ჰქონდა. საჯმა გააჩერა ბრძოლა. მარიანოს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, მაგრამ სილვას გუნდელებმა კუთხეში მოასუფთავეს ის და უკან შეაგდეს საჩეხაოდ. არტურო შოკში იყო. სილვა დაბრუნდა და გაათმაგებული აგრესიით შეუტია. Wanderlei ოპონენტს თავით ანადგურებდა. ამ ბრძოლის ყურებისას ისეთი შთაბეჭდილება შემექნა, რომ სილვა ტკივილს საერთოდ ვერ გზნობს. საბოლოო ჯამში მსაჯმა ამდენი სისხლის გამო გააჩერა ეს ბრძოლა და მარიანომ ავტომატურად გაიმარჯვა ამ შეხვედრაში. ყველამ იცოდა, რომ ამ ბრძოლას სილვა იგებდა, მათ შორის არტურომაც და სწორედ ამიტომ ის სიხარულისგან ტიროდა. მას არ ჯეროდა, რომ ეს ჯოჯოხეთი დასრულდა და როგორც იქნა მოიცილა სოფიანი ძაღლი. ამ ბრძოლის მერე ის ალბათ სოფზე აცრას გაიკეთებს. 1998 წლის აგვისტოს სოფიანი ძაღლი ხვდება ამერიკელ მაიკ ვან არსდეილს. მაიკი იყო ლეგენდარული მარკ კოლემანის მოსწავლე. ის ვალეტუდოს მოქმედი ჩემპიონი იყო, რომელმაც ამ ორგანიზაციაში ყველა ბრძოლა დაუმარცხებლად მოიგო და რაც თავარია, ყველა ბრძოლაში საბმიშენით მოიპოვა გამარჯვება. მაიკს რინგზე მარკ კოლემანი აცილებდა და ეს შეხვედრა სატიტულო იყო ვალეტუდოს ორგანიზაციაში. სპორტსმენებმა ჩეხაობით დაიწყეს შეხვედრა. სილვამ იგივე ადგილას კიდევ ერთხელ გაიხია წარბი და მაიკმა ის გადაიყვანა ძირს, სადაც დაიწყო მისი დამუშავება. როგორც კი ბრძოლა გაგრძელდა დგომში, სილვამ რამოდენიმე წამში შეჭამა თავისი მეტოქე. მან ფეხით კეფაში დაასრულა ეს შეხვედრა და გახდა ვალეტუდოს ჩემპიონი 93 კილოგრამში.
1998 წლის ოქტომბერში სილვა ხვდება ვიტორ ბელფორდს. ვანდერლეი აქ ერთჯერადად გავიდა UFC-ში. ბელფორდი მაგ დროს ყველაზე პერსპექტიული მებრძოლი იყო პრომოუშენში. მან UFC-ს ტურნირის მოგებაც მოასწრო. 6 შეხვედრიდან მაგ დროს მხოლოდ ერთი წაგება ჰქონდა რენდი კუტურთან, დანარჩენი ყველა შეხვედრა ბელფორდმა ფინიშით მოიგო და ყველა თავისი მეტოქე მან დაასახიჭრა. და აი გამოჩნდა ახალგაზრდა ბრიუს ბაფერი, რომელმაც გამოაცხადა ორივე მებრძოლი და ომი დაიწყო. Is wearing shoes, so he will not be able to strike with the feet. Oh, he does with the hands, though. Vitor Belfort is the winner. 44 seconds. სილვასთვის ეს ძალიან მტკივნეული მარცხი იყო, მაგრამ ლეგენდას ჯერ ყველაფერი წინელოდა. ამ მარცხის მერე სილვა დაუბრუნდა სისხლიან ვალეტუდას და 1999 წლის იანვარს შეხვდა ადრიანო სერანოს. სოფიან სილვამ ბელფორდის სახელზე თავისი მსხვერპლი ზუსტად 22 წამში შეჭამა. ამავე წლის აპრილში სილვა სატიტულო ბრძოლით ხვდება იუჯინ ჯექსონს, რომელმაც იმ მომენტისათვის თავის კარიერაში 9 შეხვედრა მოიგო და ყველა ფინიშით. ჯექსონი მომავალში სტრაიკფორსის ჩემპიონის გახდება, მაგრამ ამ დღეს მან შეხვედრა დაუთმო სოფიან სილვას სულ რაღაცა 32 წამში. ვანდერლეი სილვა გახდა ვალეტუდოს ჩემპიონი მეორეჯერ და თუ აქამდე ვინმე სილვაში ეჭვიეპარებოდა, მინდა გითხრათ, რომ სწორედ ეხლა იწყება ყველაზე საინტერესო მონაკვეთი მისი მოღვაწეობის MMA-ში. დიახ, სილვამ კიდევ მიიღო UFC-სგან მოწვევა, სადაც შეხვდა დებიუტანტ ტონი პეტარას. ამჯერად ვანდერლეი ამ პრომოუშენში წაგებას ნამდვილად არ აპირებდა. მართალია UFC-ში თავის ჩარტყმა არ შეიძლებოდა, მაგრამ შეიძლებოდა მუხლებით მუშაობა და სწორედ რომ მუხლით დააბუჟა სილვამ თავისი მეტოქე და გაუშვა ის ნოკაუტში მეორე წუთის ბოლოს. წელს სილვა თავის მეოთხე ბრძოლას ატარებს, ოღონდ ამჯერად პრაიდში. დიახ, მკვლელმა პრაიდთან გააფორმა კონტრაქტი, რადგან ამ პრომოუშენში უფრო მეც იხდიდნენ ვიდრე UFC-ში. მომდევნო 3 შერკინება სილვამ საჯების გადაწყვეტილებით მოიგო. უცებ მოგიყვებით ამ შეხვედრებზე და მერე შეუდგეთ მკვლელის ყველაზე გრძელ გამარჯვებების სერიას პრაიდის ისტორიაში. პირველი შეხვედრა ვანდერლეიმ პრაიდში საჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მოუგო კარლ მოლენკოს. ორ თვეში სილვამ გაანადგურა და მსაჯების გადაწყვეტილებით მოუგო ბრძოლა დაიჯირო მაცუის. შემდეგი მეტოქე იყო ბობ შრაიბერი, რომელსაც სილვამ საბმიშენით მოუგო. სხვათა შორის ეს საბმიშენი პირველი და უკანასკნელი იქნება სილვას კარიერაში. წლის 15 აპრილს სილვა კიდევ ჩხუბობს ბოლოჯერ UFC-ში, ოღონდ ხამარზე, ლეგენდარულ მებრძოლთან ტიტო ორტისთან. ეს 3 რაუნდიანი შერკინება იყო, სადაც ორტისი მთელი ბრძოლა ჭირაობდა და არ მიცა ვანდერლეის ჩეხაობის შესაძლებლობა. ორტისი საჯების გადაწყვეტილებით მოიგებს ამ შეხვედრას და გახდება UFC-ს ჩემპიონი. სხვათა შორის ტიტო ორტისი ამ ბრძოლის მერე 5 ჯერ დაიცავს თავის ტიტულს UFC-ში.
ამავე წლის აგვისტოში სილვა კიდევ ერთხელ მიიღებს მონაწილეობას ვალეტუდოში. ეს მისი ბოლო ბრძოლა იქნება ამ ორგანიზაციაში, სადაც მან ტოდ მედინა 39 წამში გაანადგურა. ეხლა კი იწყება ამ ვიდეოში ყველაზე საინტერესო ვანდერლეი სილვას დაუმარცხებელი ერა. ამ დროს სილვა ისეთ ჯანზე იყო, რომ ვერც ერთი მარველის გმირი ვერ მოერეოდა მას. 2000 წლის 27 აგვისტოს სილვა შეხვდა გამოცდილ გაი მეცგერს. სხვათა შორის ამ სპორტსმენმა ამ ბრძოლამდე რამოდენიმე წლით ადრე UFC-ში ტურნირი მოიგო, სადაც ფინალში დაამარცხა ტიტო ორტისი. ბრძოლა აქტიურად დაიწყო. ორივე მებრძოლმა პირველივე წუთზე მოახერხა თავის სასარგებლოდ რამოდენიმე წარმატებული შეტევის განხორციელება. თითქოს ყველაფერი თავიდან მიდიოდა თანაბრად. მეცგერმა სილვას წარბიც გაუხია, მაგრამ მესამე წუთიდან ვანდერლეი დაიქოქა და მალევე დაასრულა ეს შეხვედრა ნოკაუტით. შემდეგ იყო დენ ჰენდერსონი. მაგ დროისათვის ის დაუმარცხებელი იყო. 9 ზედიზედ გამარჯვებით იბრძოდა და მოასწრო UFC-ში ტურნირის მოგებაც. მომავალში ჰენდერსონი პრაიდის ჩემპიონიც გახდება, 3-ჯერ ტიტულზე იბრძოლებს UFC-ში და ასევე გახდება Strikeforce-ის ტიტულის მფლობელი. მაგრამ ამ დღეს მას არ გაუმართლა. მის წინ იდგა სოფიანი სილვა თავისი ფორმის პიკში. ეს იყო ნამდვილი კაცური ჩხუბი. ორივე ქმნიდა უმაგრეს მომენტებს, თუმცა სილვა მაინც უკეთესი იყო და მსაჯების გადაწყვეტილებით ის დიდი უპირატესობით მოიგებს ამ შეხვედრას. ეს სპორტსმენები წლების მერე კიდევ ერთხელ შეხვდებიან ერთმანეთს, მაგრამ მოდით ყველაფერს მივყვეთ ქრონოლოგიურად. 2001 წლის 25 მარტს სოფიანი სილვა ხვდება კაზუში საკურაბას. იაპონელი მაგ დროს პრაიდში შიშის ზარს სცემდა. მან ჯერ დაიწყო UFC-ის ტურნირში გამარჯვებით და მერე გადმოვიდა პრაიდში, სადაც 11 გამარჯვება მოიპოვა. ის ამ ორგანიზაციაში ითვლებოდა ყველაზე ძლიერ რესლერად. ძირითადად საბმიშენებით იგებდა შეხვედრებს, მაგრამ შიგადაშიგ ნოკაუტებითაც აძინებდა მეტოქეებს. ბრძოლის წინ სცენაზე მიიწვიეს უკვე 3 გზის UFC-ის მოქმედი ჩემპიონი ტიტო ორტისი, ყვავილებით ხელში. ეს ყვავილები შენთვის მომაქვს სილვა? გაიჯი. ხსოვნა იყოს ძმა. სტერდაუნში საკურაბამ უკვე წააგო. სილვა მას თვალებით ანადგურებდა. ეს იყო კაცი ჭამის გამოხედვა, რომელმაც უკვე წინასწარ იცოდა თუ რომელი სხეულის ნაწილი პირველი უნდა ამოეგლიჯა ოპონენტისთვის. სილვა პირველივე წამებზე ეცა იაპონელს. ეს იყო ლეგენდარული იაპონელის განადგურება. ვანდერლეი ისცემა, არა, უფრო გაათახსირა თავისი მუხლებით და ბრუტალურად დააფინიშა. ეს იყო მსოფლიო ისტორიაში პირველი შემთხვევა, როდესაც ცოცხალ ადამიანს ვენოკი მიუტანეს და წინასწარ მიუსამძიმრეს. შემდეგი ვინც სიკვდილს შეხედა პირდაპირ თვალებში იყო შუნგო ოიამა. ეს იაპონელის დებიუტი იყო ამ ორგანიზაციაში და წარმოიდგინეთ როგორი არ გაუმართლა ტიპს პირველივე შეხვედრაზე შეხვდა სილვას. ამაზეა ნათქვამი პამპერსების ბიზნესი რომ დაიწყო უტრაკო ბავშვები დაიბადებიანო ისეთი ბედი მაქვსო. ეს შეხვედრა 30 წამში დასრულდა. სილვა იაპონელს ეგრევე თავს დაესხა. ამ ჩეხაობაში ოიამამ ერთი კი მოარტყა ვანდერლეის, მაგრამ ეს საკმარისი არ იყო და ეს ბრძოლა ბრაზილიელმა ნოკაუტით მოიგო.
2001 წლის 3 ნოემბერს სილვასთვის მოვიდა სატიტულო ბრძოლის დრო პრაიჩში. მას მეორეჯერ შეხვდა კაზუიუშის საკურაბა. წინა ბრძოლა გახსოვთ ალბათ ვენოკით და იაპონელის გასვენებით დასრულდა. ამ ბრძოლის პირველი რაუნდი 10 წუთიანი იყო. პირველივე წამებზე იაპონელი ჭიდაობით დაიწყო შეხვედრა. იმედი ჰქონდა რომ მიწაზე ის უკეთესი იქნებოდა, მაგრამ აქაც მას არ გაუმართლა. მიწაზე ვანდერლეი კარგად იცავდა თავს, დგომში ხო საერთოდ საუბარი არ არის. ერთ მომენტში საკურაბამ ბრაზილიელის დახშობა მოინდომა გელიოტინით, მაგრამ სილვამ ის ბავშვით ხელში აიყვანა და ჩაარჭო მიწაში. ამ გდების დროს საკურაბამ ლავიწის ძვალი მოიტეხა, რაც ვიზუალურად ჩანდა. რა თქმა უნდა, ექიმებმა დასახიჩრებული მებრძოლი არ გაუშვეს მეორე რაუნდში და აი ასე ვანდერლეი სილვამ პირველად მოიპოვა ტიტული მსოფლიოში ყველაზე სასტიკ პრომოუშენში. ამავე წლის დეკემბერში ვანდერლეი სილვა თავის მეოთხე შეხვედრაზე გადის ამ ერთ წელიწადში და ხვდება იაპონელ ალექსანდრ ოცუკას. რაც არ უნდა გასაკვირივი არ იყოს, ამ სპორტსმენმა მესამე რაუნდამდე მიაღწია. პირველ 10 წუთიან რაუნდში რა თქმა უნდა სილვა უკეთესი იყო ბრძოლის ყველა ასპექტში. იაპონელმა საერთოდ ვერაფერი ვერ გააკეთა, ის შველას კლინჩი და პარტერში ეძებდა, მაგრამ სილვა მას იქაც არ ასვენებდა. მეორე რაუნდში დიდათ არაფერი შეიცვალა. სილვა ისევ დომინირებდა და მუდმივ წნეხში ყავდა თავისი ოპონენტი. ერთადერთი დასამახსოვრებელი ამ რაუნდში იაპონელის ეს სასაცილო ნახტომი იყო. მესამე რაუნდში იაპონელი უკვე დატანჯული და დაღლილი იყო. სილვას კი დაღლა საერთოდ არ ეტყობოდა. ის უტევდა და უტევდა თავის მეტოქეს იქამდე სანამ მას ხვირი არ გაუტეხა. ექიმებმა აღარ გაუშვეს სპორტსმენი რინგზე და სილვამ მორიგი გამარჯვება გაიფორმა ფინიშით. 2002 წლის 24 თებერვალს სილვას სატიტულო ბრძოლით კიოში ტამურას ახვედრებენ. ეს იაპონელის დებიუტი იყო და ეგრევე ქამარზე. ეტყობა იაკუძას კლანის წევრი იყო და ამიტომაც პირველივე ბრძოლა სატიტულო მისცეს. მაგრამ ისაც ხო უნდა იცოდე ვისთან აძლევს შეხვედრას ამ წონის მანიაკთან. პირველი 10 წუთიანი რაუნდი სილვამ ჯერ კარგად დაამუშავა თავისი ოპონენტი და მოამზადა ის მეორე რაუნდისთვის. ვანდერლეი სილვა მეორე რაუნდის აქტიურად დაიწყო და მიიყვანა ეს ბრძოლა ლოგიკურ დასასრულამდე. მან მეორე წუთზე ზუსტად ერთი დარტყმით გათიშა თავისი ოპონენტი და დაიცვა თავისი ტიტული პრაიჩში. That's it. It was a knockout with one punch, folks. Wanderlei Silva landed the cleanest shot of the fight, and it was a one-punch knockout. Great fight. 2002 წლის 28 აპრილს სილვა შეხვდა მირკო ფილიპოვიჩ კროკოპს. ხორვატიელი უდაოდ ამ სპორტის ლეგენდაა და მასზე უახლოეს მომავალში აუცილებლად გავაკეთებ თქვენთვის ვიდეოს. კროკოპი მაგ დროისათვის პრაიჩი ახალბედა იყო. ეს ბრძოლა ამ ორგანიზაციაში მისთვის იყო რიგით მეორე. მომავალში ეს სპორტსმენები კიდევ ერთხელ შეხვდებიან ერთმანეთს. აღსანიშნავია, რომ წლების მერე ვანდერლეი სილვას და ემელიანენკოც იტყვიან, რომ მათ კარიერაში ყველაზე რთული მეტოქე სწორედ რომ კროკოპი იყო. ეს იყო შერეული ორთა ბრძოლების ზეიმი. მირკო მაგ დროს არ იყო ისეთი ცნობილი, მაგრამ მის თვალებში იკითხებოდა თუ რა მონსტრი გახდებოდა მომავალში. და აი შეხვედრა დაიწყო. ეს იყო 5 რაუნდიანი ბრძოლა, სადაც ყველა რაუნდი იყო 3 წუთიანი. პირველმა კროკოპმა გაისროლა თავისი საფირმო ჰაიკიკი მარცხენა ფეხით, სილვამ თავისთვის უჩვეულოდ გადაიყვანა ის პარტერში, სადაც გააგრძელა ბრძოლა. ეს რაუნდი უდაოდ თანაბარი იყო.
მეორე რაუნდი სპორტსმენებმა ეგრევე ჩეხაობით დაიწყეს, სადაც ერთ მომენტში სილვა წაიქცა, მაგრამ ხორვატიელი არ გაყვა მას პარტერში და არჩია დგომში ჩეხაობა. თუმცა სოფიან ძაღლმა მაინც მოახერხა ხორვატიელის გადაყვანა მიწაზე და იქ რაუნდის ბოლომდე ახერხებდა მის დაცხრილვას. თუ პირველი ბრძოლის მონაკვეთი თანაბარი იყო, მეორე რაუნდში პარტერში მუშაობის ხარჯზე ბრაზილიელი შედარებით უკეთესი იყო. That would be a total surprise. And look at this. It's pounding away. Vanderlei trying to finish here. ბრძოლის მესამე მონაკვეთში სპორტსმენებმა გაცვალეს თითო ჰაიკიკი და დასცხეს. ამ რაუნდშიც სილვა შედარებით უკეთესი იყო. Raging in and Vanderlei. Oh, what about Gusto? That was a good right hand from Vanderlei there. He's using strategy. მეოთხე რაუნდში კროკოპმა ჩართო თავისი მკვლელი ფეხები და აი ამ ბრძოლის მონაკვეთში უკვე უპირატესობა გადავიდა ხორვატიელის მხარეს. You know, with Vanderlei, sometimes you need his body. Because Vanderlei's got left kick, so body. Vanderlei drops it down low, but he doesn't want to get taken down. He's got to. საჩემპიონო რაუნდში მირკომ გააგრძელა ვანდერლეის ნეკნების დაცხრილვა ფეხით. ეს ისეთი თანაბარი და მაგარი ბრძოლა იყო, რომ მართლა ძნელი იყო აგერჩია გამარჯვებული. საჯებმა ამ შეხვედრას პრემია ნიჭეს. წლის აგვისტოს სოფიან ძაღლს რინგში კიუკუშინკაი კარატეს ოსტატი შეუგდეს. მთელი იაპონია ფეხზე იდგა და ქომაგობდა შავი ქამრის ფლობელს. გახსოვთ ჯეტლის ფილმი, სადაც ის ძაღლის საყელოთი მოძრაობდა? რა თქმა უნდა გახსოვთ. ხო და ზუსტად როგორც ამ ფილმში საყელოს მოხსნის მერე ჯეტლი აგრესიულად ანადგურებდა ხალხს, ასევე აგრესიულად სილვამ ერთ წუთში გადაუარა იაპონელს. ამავე წლის ნოემბერში ვანდერლეი სილვას წინ სატიტულო შეხვედრა ჰქონდა ჰირომიცუ კანეჰარასთან. ამ ბრძოლის პირველივე წამებზე ჩანდა, რომ იაპონელი პირველივე რაუნდს ვერ გაცდებოდა და ასეც მოხდა. ვანდერლეი სილვამ კიდევ ერთხელ დაიცვა კამარი და მზად იყო მიეღო მონაწილეობა პრაიდის გრან-პრიში. Silva coming in with a good jab. Silva cracking away into the tight but
სილვა გახდა სუპერ პოპულარული. ის იღებდა კოლემანთან ერთად სარეკლამო რგოლებს, ფანები რიგში იდგნენ მასთან ავტოგრაფისთვის როგორც იაპონიაში, ასევე ბრაზილიაში. ერთადერთი რაც მას გახდიდა კიდევ უფრო პოპულაროს, ეს იყო პრაიდის გრან-პრის ჩემპიონობა და 2003 წლის 10 აგვისტოს ის იღებს მონაწილეობას ამ ტურნირში და ხვდება მესამეჯერ კაზუიუში საკურაბას. არ ვიცი იაპონელი რაზე ფიქრობდა და საიდან იღებდა მოტივაციას მესამეჯერ ებრძოლა სილვასთან, მაგრამ ამ ბრძოლაში ბრაზილიელმა მას წერტილი დაუსვა და თან ისეთი, რომ იაპონელს ამ შეხვედრის მერე აღარანაირი სურვილი აღარ ჰქონდა ვანდერლეითან ბრძოლის. რაუნდი ეგრევე აქტიურად დაიწყო დარტყმების გაცვლით, რა თქმა უნდა სილვა დომინირებდა. და აი მეხუთე წუთზე ბრაზილიელმა უმაგრესი კომბინაციით ისე დღეში ჩააგდო საკურაბა, რომ მთელი პრაიდის ექიმები კაიხანით ცდილობდნენ იაპონელის მოსულიერებას. გრან-პრის ნახევარფინალში სილვა შეხვდა ჰიდეხიკო იეშიდას. ეს მებრძოლი კიმონოში ასპარეზობდა, იყო ოლიმპიური ჩემპიონი ძიუდოში და როგორც აღმოჩნდა მისი ბრძოლის სტილი მაქსიმალურად არაკომფორტული იყო ბრაზილიელისთვის. მაგრამ მაგ დროს ვანდერლეი სილვა იყო თავისი ფორმის პიკში. ამიტომ იაპონელი მხოლოდ ქებას იმსახურებს, რადგან ბრძოლას მან ბოლომდე გაუძლო ცოფიან მკვლელთან. სილვა მთელი შეხვედრის მანძილზე დომინირებდა და მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მოიგო გრან-პრის ნახევარფინალი და მზად იყო ამ ტურნირის საფინალო ბრძოლისთვის. Quinton Rampage Jacksoni, მებრძოლი, რომელზეც აუცილებლად გავაკეთებ ვიდეოს, რადგან ეს სპორტსმენი არის ტალანტი, რომელიც მომავალში გახდება UFC-ს ჩემპიონი. Trash-talk-ში მაკგრეგორი მასთან ახლოსაც ვერ მოვა. ძალიან აგრესიული სტილით და გდებებით ცნობილი Rampage მაგ დროისათვის უკვე ძალიან მაგრა ჩხუბობდა და გრან-პრის ფინალში ის 6 ზედიზედ გამარჯვებით მოხვდა, საიდანაც 5 მებრძოლი ბრუტალურად დაანოკაუტა. Jacksoni მაქციის ვიზუალით და დიდი ჯაჭვით კისერზე გამოვიდა რინგზე. თავისი ყმულიდან გამომდინარე ყველა ხვდებოდა, რომ ის აქ მხოლოდ ფინიშისთვის იყო მოსული. თუ ვანდერლეი წინა ბრძოლებში გამოხედვით წინასწარ უგებდა ყველას, აქ ყველაფერი შეიცვალა. Rampage-საც ეწერა თვალებში, რომ ის ნამდვილი მანიაკია. რინგზე იდნენ ორი ნამდვილი მკვლელი, რომლებიც არაფრის დათმობას არ აპირებდნენ. ბრძოლის პირველივე წამებზე ჯექსონმა ხელში აიყვანა სილვა. ის მზად იყო დაენარცხებინა ტრადიციულად ბრაზილიელი, მაგრამ სილვამ მდგომიარე Rampage ჰელიოტინა შეუკრა და აიძულა ის ნელა გადასულიყო პარტერში. პარტერში სპორტსმენებმა კაიხანი გაატარეს, სადაც ჯექსონი ზემოდან დომინირებდა და ცხრილავდა ბრაზილიელს. დიდი ხანია სილვა ასეთ წამგებიან პოზიციაში არ ყოფილა. გარკვეული დროის მერე მსაჯმა ააყენა მებრძოლები ფეხზე. ბრაზილიელი სტრაიკერი დაუბრუნდა თავის კომფორტულ პოზიციას და დაიწყო მუშაობა. სილვამ აამოქმედა თავისი მუხლები და შეუტია Rampage-ს. ის ერთი წამით არ გაჩერებულა, შეტევაზე ამატებდა და ბოლოს დაანოკაუტა მეთოკე და გახდა პრაიდის გრან-პრის გამარჯვებული. წელი სილვამ დაიწყო ბრძოლით იკუისა მინოვას წინააღმდეგ. იაპონელს პროფესიონალებში 7 შეხვედრიდან 5 მარცხი ჰქონდა. ამ შეხვედრის ბედი ვარსკვლავებმა წინასწარ გადაწყვიტეს იაპონელის დაბადებამდე. იაპონელს ერთადერთი ამ შეხვედრაში რაც კარგად გამოუვიდა, ეს იყო ხტუნაობა წინ და უკან. სილვამ უყურა და ბოლოს გაუშვა წითელტრუსიანი იაპონელი პირდაპირ საავადმყოფოში.
შემდეგი ბრაზილიელის მსხვერპლი ამავე წელს იყო UFC-ის ყოფილი მებრძოლი იუკი კონდო. პრაიდში მას მხოლოდ ერთი შეხვედრა ჰქონდა ჩატარებული, ისიც ნოკაუტით მოგებული. შეხვედრა დაიწყო ეგრევე ჩეხაობით. 2 წუთის განმავლობაში სილვას თავისი მეტოქე მუდმივ წნეხში ყავდა და ბოლოს მან ეს ბრძოლა იაპონელის თავზე ხტუნაობით დაასრულა. And now the fans rally behind Conor, takes a right to the face. It's almost over. Wants to look out, respecting each other. Definitely some respect here now. Look at Silva with the cheering on Silva's back. He has it. Silva on cover 31st. And Silva now has Kondo on the run. And he knocks him down. There's a stop, another stop. Make it down, and he is finished. Yuki Kondo. And the happiest man in the arena next to Silva is Quinton Rampage Jackson. დაი შეხვედრის ბოლოს რინგზე ყმუილით ამოვიდა რემპეიჯ ჯექსონი და გამოიწვია სილვას სატიტულო ბრძოლაზე. ეს მხოლოდ ერთს ნიშნავდა, ისინი მალე შეხვდებიან კიდევ ერთხელ ქამარზე. წინასწარ დაგასპოილერებთ და გეტყვით, რომ ეს სპორტსმენები სულ 4-ჯერ შეხვდებიან ერთმანეთს 3 სხვადასხვა ორგანიზაციაში. სანამ სილვა ასუფთავებდა თავის დივიზიონს, რემპეიჯ ჯექსონი უსაქმურად არიჯდა. მან ბრაზილიელთან ბრძოლის მერე 3 შეხვედრა ჩაატარა და 3-ვე ნოკაუტით მოიგო. Most dangerous challenger yet. Now Jackson. 2004 წლის 31 დეკემბერს ამ სპორტის 2 მონსტრი კვლავ შეხვდნენ ერთმანეთს რევანში, სადაც კონზე იდო პრაიდის ტიტული. პირველი რაუნდი იყო 10 წუთიანი. ორივე სპორტსმენი განწყობილი იყო მხოლოდ ფინიშზე და ამიტომაც პირველივე წამებიდან დაიწყო უმოწყალო ჩეხაობა. სილვა თავის ჩვეულ ტემპში ჩხუბობდა, თუმცა რომ დააკვირდეთ კვინტონ ჯექსონს, ის ძალიან მაგრად მუშაობდა იდაყვებით თავდაცვაზე. ჩანდა რომ მან ამ ბრძოლამდე ბევრი იმუშავა თავის კრივზე და ბლოგზე. Well trained uppercut now. Silva gets busy. Tie clinch and a couple of knees delivered. Now Jackson looking for a tie clinch. მეხუთე წუთზე რემპეიჯმა გადაიყვანა მიწაზე სილვა, სადაც 3 წუთის განმავლობაში ის მას ანადგურებდა გრანდენ პაუნდით. იქამდე სანამ საჯმა არ გადაწყვიტა მებრძოლების ფეხზე აყენება. ომი გაგრძელდა დგომში. რაუნდის ბოლომდე 40 წამი იყო დარჩენილი, რა დროსაც რემპეიჯმა უძლიერესი დარტყმით წააქცია ბრაზილიელი და რაუნდის ბოლო წამებამდე ის მას ზედეჯდა მთელი ძალით აჩაქუჩებდა. რამოდენიმე წამიც და ვანდერლეი სილვა ამ შეხვედრას ნოკაუტით წააგებდა, მაგრამ გაისმა გონგის ხმა. მეორე რაუნდი ეგრევე ბრუტალური დარტყმების სვლით დაიწყეს მებრძოლებმა და შეხვედრა პარტერში გადაიყვანა ჯექსონმა, მაგრამ ამჯერად ზემოდან სილვა აღმოჩნდა, საიდანაც აგრესიულად მუშაობდა. პარტერიდან ადგომისას სილვამ ფეხიც მიაყოლა მეტოქეს და ისინი კლინჩში დადგნენ. დაი მესამე წუთზე ვანდერლეი სილვამ აამოქმედა თავისი მუხლები და ისე ბრუტალურად დაანოკაუტა რემპეიჯი, რომ გარშემო ყველა შოკში იყო. კვინტონ ჯექსონის სხეული უგონოდ ეკიდა რინგის ჯებირებზე. სილვამ ის მართლა გარეცხილი შარვალივით ჩამოკიდა თოკებზე. Wonderland, super, the land on the floor. Axe in his hands, but it's come to the floor. Killer by name and killer by face. He fought with a smile while drowning
ვანდერლეი სილვა გახდა სუპერ ვარსკვლავი. იმის გარდა რომ მან დაიცვა თავისი ტიტული, სილვამ პრაიდის რეკორდი მოხსნა გამარჯვებების სერიით. მან 15 შეხვედრა ზედიზედ მოიგო. ეს იყო რეკორდი დღემდე მოუხსნელი და 10 ვერც ვერავინ ვერ მოხსნის, რადგან ყველაზე გიჟური ორგანიზაცია აღარ არსებობს. 2004 წლის 31 დეკემბერს სილვა იღებს ბრძოლას აბსოლუტურ წონაში და ხვდება მარკ ჰანს, რომელიც იყო მასზე 30 კილოგრამით მეტი. ამის მიუხედავად სილვა მაინც ახერხებდა თავისზე ორჯერ დიდი მებრძოლთან წარმატებულად ჩეხაობას, მაგრამ უცხო კატეგორიაში და თან პრაიდში ძნელი იყო მოგება. ამ შეხვედრაში თავისი გაბარიტებიდან გამომდინარე ჰანტი შედარებით უკეთესი იყო და შეხვედრა მივიდა გადაწყვეტილებამდე, სადაც მსაჯებმა გამარჯვება ჰანს მიუსაჯეს. სილვამ კი თავის 5 წლიან კარიერაში პირველი მარცხი განიცადა. წლის 23 აპრილს სილვა დაუბრუნდა თავის წონით კატეგორიას და მეორეჯერ შეხვდა ოლიმპიურ ჩემპიონს ძუდოში და მსაჯების გადაწყვეტილებით მოუგო. ორ თვეში სილვა შეხვდა კაზუჰირო ნაკამურას. იაპონელი ბრძოლაზე კიმონოთი გამოვიდა და იყო სერიოზულად განწყობილი მხოლოდ გამარჯვებაზე. მაგრამ ბრაზილიელმა ის ისე დღეში ჩააგდო, რომ ნაკამურამ შუა რაუნდის დროს გაჭედა და მოისროლა კიმონო. თუმცა ამ ჟესტმაც კი არ უშველა მას და შეხვედრა დასრულდა ტრადიციულად ნოკაუტით ვანდერლეი სილვა სასარგებლოდ. ამ ყველაფრის მერე სილვა შეხვდა რიკარდო არონას და მსაჯების გადაწყვეტილებით თანაბარ ბრძოლაში ეს შეხვედრა წააგო. პრაიდმა არცაც ხელა და მებრძოლებს კიდევ ერთხელ სარევანშო ბრძოლა მოუწყო, ოღონდ ეხლა ტიტულზე იყო ეს ბრძოლა, რა ვიცი, ალბათ ეგონათ რომ სილვა წააგებდა ტიტულს, მაგრამ სილვამ მოიგო ეს ტიტული მეოთხეჯერ, მართალია მსაჯების გაყოფილი გადაწყვეტილებით, მაგრამ მეოთხეჯერ დაიცვა თავისი ტიტული და მოხსნა პრაიდის რეკორდი. სილვამ გააგრძელა ბრძოლები, მაგრამ სამწუხაროდ ჯანმრთელობის გამო ესე ხშირად ვეღარ გამოდიოდა. მას ისე ჰქონდა ზოგადად მთლიანად სახე დაზიანებული და ძვლები, რომ ოპერაცია გაუკეთეს, მარტო ნეკნი მოაჭრეს და ცხვირის მაგივრად ჩაუსვეს და ზოგადად ბევრი ოპერაცია გაუკეთეს სახის ძვლებზე. მაგრამ ის მაინც მონაწილეობდა ბრძოლებში, ხან იგებდა, ხან აგებდა ამ ბრძოლებს 2018 წლამდე მონაწილეობდა სხვადასხვა ორგანიზაციებში. პრაიდის მერე მან UFC-ში გადავიდა, მერე გადავიდა ბელატორში და ესე 2018 წელს დაასრულა თავისი კარიერა. ის კიდევ ერთხელ სარევანშო ბრძოლით შეხვდა მირკო კროკოვს, ასევე კვინტონ ჯექსონს, ასევე UFC-ის ჩემპიონს ჩაკ ლიდელს, მაგრამ ამ ყველაფერს მოგიყვებით მერე სხვა გადაცემებში მომავალში, ყველაფერს ერთად ხო არ მოგაყრით ახლა. თან უნდა გავაკეთო ვიდეო ასევე მირკო კროკოვზე, კვინტონ ჯექსონზეც და ეს ინფორმაცია მერე უფრო საინტერესო იქნება იქ რომ მოგაცდით, იმიტომ რომ იმ ბრძოლებში უკვე მან წააგო. მოკლედ ვანდერლეი სილვა ამ სპორტის ნამდვილი ლეგენდაა. მან პრაიდში მოხსნა რეკორდი გამარჯვების სერიით 15ჯერ მოიგო, ასევე მოხსნა რეკორდი თავისი ტიტულების დაცვით 4ჯერ დაიცვა ტიტული და ერთხელ გახდა გრან-პრის გამარჯვებული. დღესდღეობით მას ლას-ვეგასში თავისი საკუთარი დარბაზი აქვს და ეხმარება სპორტსმენებს მზადებაში. დაწერეთ კომენტარებში რას ფიქრობთ ვანდერლეი სილვაზე და ასევე ან პლუსი დამიწერეთ, ან რაღაცნაირად გამომეხმაურეთ, რომ როცა ხედავ რომ ბევრი კომენტარია, ეს იმას ნიშნავს, რომ ხალხი მიყურებს და ხალხი თუ მიყურებს, მე თავს ვალდებულად ვთვლი, რომ უფრო მეტი საინტერესო ვიდეოები მოგაყაროთ. მე კიდევ ამით გემშვიდობებით, დროებით.